მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგანს. უღმესი მადლობა გამოწერისთვის, ლაიქებისთვის და იმისთვის, რომ უყუროთ ჩემს ვიდეოებს. მოკლედ, ეხა ისევ საღამოს ყვარელი. დღეს აშკარად ძალიან შეგაწუხეთ ყვარელი, იმედი არა. ხო, მოკლედ, ეხა მინდა გავაკეთოთ გაშლა ძალიან ბევრ ადამიანს მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება უკვე ტკივილებიც გავიარეთ, მივიღეთ, თავისუფლდებით, გადავდივართ ახალ ცხოვრების გზაზე, მაგრამ მაინც გვაქვს ის მომენტი ხომ, რომ ადამიანი, რომელიც ძალიან გვიყვარდა, რომელთანაც რაღაცა ემოციები გვაკავშირებდა, აღარ არის ჩვენთან, წავიდა და გვაინტერესებს ხოლმე მისი ცხოვრება, ხო, რა ხდება მის ცხოვრებაში, ნანობს თუ არა იმას, რომ თქვათ რაღაცა გული გადკინათ, ხო? ამიტომ ნახოთ ახლა პარტნიორი, რომელიც ეხლა ამ ეტაპზე არ იმყოფება თქვენთან, წავიდა სხვადასხვა მიზეზების გამო და ნანობს თუ არა იმ ქმედებას, რაც გააკეთა, ანუ წასვლას და ასევე ნახოთ როგორ ცხოვრობს, ხო? როგორ ახდება მის ცხოვრებაში. მოდით ნახოთ, რომ უფრო ვიცოდეთ ვიზმე საუბარი, ვინ მოვა ჩვენთან სასაუბროთ, როგორი ადამიანი მოვა ჩვენთან სასაუბროთ. ადამიანი, რომელსაც ახლა შეიძლება ითქვას, რომ თითქოს შველას ითხოვს. ადამიანი, რომელსაც რაღაცნაირად ჩაკეტილი აქვს გზები, ხო? ანუ ადამიანი, რომელსაც აიღო ძალიან ბევრი ტვირთი. შეიძლება აქ რაღაც ესე ვთქვათ, რომ ამ ადამიანმა რაღაცნაირად არ ვიცი, შეიძლება ოჯახით შექმნა, იმიტომ რომ რაღაცა ესეთი ენერგია მოდის და ნახეთ არის ახლა ისეთ მომენტში ენერგიები, როდესაც რაღაც ნაბიჯი გააკეთა, რომელიც შეიძლება ფიქრობდა, რომ იყო მისთვის სასარგებლო ნაბიჯი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თლათ ისეთი სასარგებლო მომენტიც არ ყოფილა, ხო? ნუ, ყოველ შემთხვევაში, ერთის მხრივ ესეთი პიროვნება, მეორეს მხრივ ეს ადამიანი ეს ცოტა შეიძლება ითქვას, ნახეთ, პროფესიული კუთხით ვიტყოდი, რომ სადღაც აი სამხედრო სამსახურში, რაღაცა მსგავს სფეროსთან აქვს კავშირი, სადაც ეს რაღაცა მაშველის მდგომარეობა რო აქვს, ხო, ადამიანს რაღაცა ესეთი ენერგიაც მოდის. ნუ, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ამ ადამიანს ცოტა რთული პერიოდი აქვს და შეიძლება ითქვას, ნახეთ კიდევ ერთი რა მომენტი, რომ სულიერი მდგომარეობა, რაღაცა ქაოსური სიტუაციები აქვს ამ ადამიანს. ხო, აი, ადამიანი, რომელიც თქვათ, ბევრი პასუხისმგებლობა აიღო, არ მოხდა ისე, როგორც ეგონა რომ მოხდებოდა და ეხლა ცდილობს რაღაცა ახლიდან დაალაგოს თავისი ცხოვრების გზა, ხო, ახლიდან დაიწყოს. შესაძლებელია აქ უბრალოდ ის მომენტიც იყოს ადამიანმა, რომელმაც თქვათ ოჯახის მდგომარეობა თუ ჰქონდათ, რომელმაც დაასრულა ოჯახური ურთიერთობა და სხვათა შორის არც ისე სასიამოვნოს და რაღაცა ცდილობს ეხლა რომ განაახლოს სიტუაციები, ხო, თავის ცხოვრების მომენტები. კარგით, მოდით ნახოთ ეხლა თქვენ მიხართ მაინც უფრო ზუსტად რომ მივხვდეთ არის თუ არა თქვენი გაშლა. ნახოთ თქვენ მიხართ. ადამიანი სხვათა შორის ძალიან ისეთი ემოციური, თბილი, მოსიყვარულე, მიზანმიმართული, ანუ ადამიანი, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რაღაცა ბევრი პრობლემის მდგომარეობა ჰქონდეს, მაინც ყოველთვის ცდილობს, რომ გამოვიდეს ამ სიტუაციიდან, ესე მარტივად არ ნებდება არც ერთ პრობლემა იქნება ეს თუ რაღაცა სიტუაცია და პირიქით ყოველთვის მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მოუწიოს ძალიან ბევრი შეფერხების გადავლა, მაინც წინ მიდის, ხო? მაინც ცდილობს, რომ წინ წავიდეს. ადამიანი, რომელიც ახლა თითქოს თავისუფლდება, ნახეთ, აი შეგუების მომენტი გქონდათ, შეეგუეთ, მიიღეთ და ახლა უკვე იწყებს განთავისუფლებას ამ ენერგიებისგან, ამ ემოციებისგან, ამ ადამიანის თან ფიქრებისგან, რაღაცა მასზე
შეიძლება რაღაცა ეს გაშლაც ბოლო იყოს ის მომენტი, როდესაც ჯერ კიდევ კითხულობთ, ნანობს თუ არა ეს ადამიანი, ან როგორ ცხოვრობს, ხო, რაღაცა იმდენად გაქვთ უკვე გადაწყვეტილი, რომ ყველაფრისგან განთავისუფლდეთ, როგორც არ უნდა დაჭდეს და რაც არ უნდა მოხდეს, თქვენ ამას აუცილებლად გააკეთებთ, ხო, აუცილებლად დაასრულებთ ამ ადამიანზე, თუნდაც ერთი წამით გაფიქრებას და რაღაცა ემოციის გაგზავნას. კარგით, მოდით ნახავთ კონკრეტულად ეს ადამიანი ნანობს თუ არა იმას, რომ გატკინათ გული, ნანობს თუ არა, რომ თქვენთან მოიქცა არასწორად. სხვათა შორის ნახეთ როგორი მომენტია. ეს ადამიანი ერთის მხრივ ნანობს ამ ყველაფერს. ესე ვიტყოდი, რომ შეიძლება ყველაზე მეტად მაშინ გრძნობს ამ თავის არასწორ ქმედებას, როდესაც რჩება მარტო ღამე თავის თავთან, ხო? როდესაც ადამიანის ეძლევა უფრო მეტი ფიქრის მდგომარეობა, ვიდრე თქვა დღის განმავლობაში, ხო? რაღაც საქმეები დაკავებული არის, რაღაცა თავის ცხოვრების მდგომარეობით დაკავებული არის, ხო? აქედან გამომდინარე ადამიანს აქვს სინანული ოღონდ ღამე. ნახეთ, როდესაც მარტო რჩება, აი ნახეთ, წაღამ თქვი, რომ შესაძლებელია ოჯახიდან წავიდა ადამიანი, ხო, ვიღაცა მეუღლე, მიატოვა მეუღლე, ხო, აქედან გამომდინარე, როგორ როდესაც მარტო რჩება, აქვს ამ ადამიანს ის განცდები, რომ შეიძლება ითქვას, რომ არასწორად მოიქცა და თავისი ცხოვრების ის შანსები, რომელიც მას ჰქონდა, რომ ბედნიერი ყოფილიყო, თითქოს ხელიდან გაუშვა, ხო? შესაძლებელია, რომ კიდევ ერთხელ ვძახი, რომ იყო ის მომენტიც, რომ შესაძლებელია პირიქით ადამიანი ეხლა დაოჯახდა თქვათ და თქვენგან წავიდა და დაოჯახდა, ხო? მაგრამ იქ იმდენად ვერ გრძნობს თავს ისე კომფორტულად და ისე კარგად, რომ ნანობს ამ ხრივ, იმიტომ რომ თქვენ შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანის ძალიან ბევრ ოცნებას ასრულებდით, ძალიან ბევრ ფიქრს, რომელსაც უბრალოდ გაივლებ და ამას აკეთებდით, ხო? თითქოს თქვენ იყავით ადამიანი, რომელიც ყოველთვის ეფერებოდა არა მარტო რაღაცა ფიზიკურად, არამედ სულიერად ეფერებოდა, ხვდებით? აი, აძლევდით იმ რაღაცა რწმენას, რომ გვერდში ედეგით, რომ ყველაფერს გააკეთებდით, რომ ერთად ყველაფერი გამოვიდოდა, ხო? ადამიანი, ესე ვიტყოდი, ნანობს ამ ყველაფერს და შესაძლებელია რაღაც მომენტში გითვალთვალებდეთ კიდევაც ეს ადამიანი სხვათა შორის, რომ იცოდეთ. გითვალთვალებდით, იმიტომ რომ მას, ესე ვთქვათ, აღარ შეუძლია იმოქმედოს თქვენს მიმართ, მას აღარ შეუძლია რაიმე კუთხით გადმოდგას ნაბიჯი, ხო? რაც არ უნდა გქონდეს, თქვათ, ფიქრში, რომ ეს რა გავაკეთე და ნანობდეს, ხო? მას უკვე ყველა გზა აქვს თითქოს ჩაჭრილი, მან თვითონვე ჩაიჭრა, ხო, ეს ყველა გზა და თვითონვე მოისპო, ესე რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი. მოდით ნახოთ კონკრეტულად როგორ ცხოვრობს ახლა ეს ადამიანი. სხვათა შორის აი ხო გეუბნებით, აი ეს ადამიანიც ვერ ვიტყვი, რომ რაღაცა ისეთი ცუდი მდგომარეობით ცხოვრობს, მაგრამ ნახეთ, ჩვეულებრივ ცდილობს ეს ადამიანი, რომ უკეთესად იყოს, ხო, რაღაცა შეხვდეს, ვიღაცას ჰქონდეს, რაღაცა თუნდაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება შექმნა კიდევაც ოჯახი და რაღაცა მოლოდინები აქვს, რომ რაღაცნაირად განახდება მისი ენერგიები, ხო? ცდილობს ეს ადამიანი, რომ თავის ცხოვრების გზა შემოატრიალოს თავის ასიკეთად, ხო? ცდილობს რაღაცა ენერგიები ჩადოს, იშრომოს თავის უკეთესობისკენ, რაღაცა მომენტში ახსენდება თავისი მდგომარეობებიც. როგორ ცხოვრობს? იცით რა არის? ნახეთ, სულ რაღაცა არჩევანის წინაშე არის თითქოს ეს ადამიანი, სულ რაღაცნაირად ყველა მხარეს თითქოს აქვს ის მომენტი, რომ აი გაურკვევლობაში რაღაცას გააკეთებს, ნახეთ, რაღაცა მიზნისკენ წავა, მერე უჩნდება ის მომენტი, რომ მე ეს მინდა, მგონი არ მინდა. მერე ანებებს თავს, მერე ისე ვიწყებს თავიდან. აი რაღაცა ადამიანი არის გაორებულ მდგომარეობაში, თუმცა მე ვერ ვიტყვი, რომ ეს ადამიანი
არც ცდილობს იმას, რომ სათავისად მოატრიალოს ცხოვრება და რაღაცა არც ცდილობს იმას, რომ იბრძოლოს ცხოვრებას. არა, ეს ადამიანი ბრძოლობს და ცდილობს ყველანაირად, რომ დაალაგოს თავისი ცხოვრების ეტაპები, მაგრამ ის მდგომარეობა, რასაც ქვია ლაბირინთი, ხო, რომელ ლაბირინთში თავი შეიყვანა, ცოტა რთულია. თუმცა, ხო გეუბნებით, ანუ ცდილობს იცით რა მომენტსაც ცდილობს, რომ შეიძლება ითქვას ეს ადამიანი ცდილობს იმას, რომ აღიარება მოიპოვოს საზოგადოებაშიც, რაღაცა ესეთი მომენტი მდგომარეობა აქვს. თითქოს არის კიდე ის მომენტი, რომ აი კიდევ ერთხელ ვიძახეთ, თუ ეს ადამიანი თქვენგან წავიდა და დაოჯახდა, თითქოს ამ ადამიანს უნდა რომ აღიარება მოიპოვოს თავის მეუღლის თვალში, ხო? რაღაცა ხო არის ისეთი მომენტი, თქვენ რასაც აკეთებთ ამ ადამიანისთვის გვერდში დგომას და ასე შემდეგ, ხო, არ იღებს იმას იქედან, ან იმ ურთიერთობიდან, რომელ ურთიერთობაშიც გადავიდა და უბრალოდ შევიდა, ხო, რაღაცა ურთიერთობაში და ცდილობს, რომ ზუსტად იგივენაირად მიიღოს ის მდგომარეობა, რასაც თქვენ დებდით, ხო? ეს ადამიანი ყველანაირად იბრძვის, აი მართლა ძალიან იბრძვის იმისთვის, რომ წინ წავიდეს მისი ცხოვრება და მე არ ვიტყვი იმას, რომ ადამიანი ხელდაღებული დგას და რაღაცა სამყაროს ელოდება. არა, უბრალოდ იბრძვის თავისთვის, ხო? შეიძლება ნანობდეს, შეიძლება კონდეს რაღაცა განცდები, რომ არასწორი იყო, ან რაღაცა, მაგრამ არ ნებდება თვითონ ეს ადამიანიც არ ნებდება ამ ყველაფერს. მოდით ესე ვიკითხოთ მაინც, რატომ მოხდა თქვენ შორის ის გაუგებრობა, რაც მოხდა, რა იყო მიზეზი, რატო გადაწყვიტა ადამიანმა, რომ თქვენგან წასულიყო? ნახეთ, ესე ვიტყვი, რომ ამ ადამიანის ცხოვრებასთან მიმართებაში ვიღაცა მესამე პირების ჩარევის მდგომარეობა ნამდვილად იყო. აქ ადამიანთან სერიოზულად იმუშავეს იმაზე, რომ დაესრულებინა ურთიერთობა, გაურკვევლობაში აღმოჩენილიყო რაღაც მომენტში თითქოს გაქცევის მდგომარეობაში მოხვედრილიყო, ხო? რა იყო მიზეზი? ნეგატიური ზემოქმედება. ნახეთ, აქ კონკრეტულად ადამიანის გონებაზე იმუშავეს, იმისთვის, რომ ადამიანი წინ ვერ წასულიყო და თქვენი ურთიერთობა წინ ვერ წასულიყო. აქ მესამე პირების ჩარევა იყო, როდესაც უბრალოდ გადაწყვეტილება მიიღეს ის, რომ თქვენი ურთიერთობა არ უნდა ყოფილიყო, ძალიან ხშირად შეიძლება განშისაგანიც ყოფილიყო რაღაც მიზეზებიდან გამომდინარე, ხო, თქვათ რაღაცა პასუხისმგებლობები ჰქონდათ თქვენ ისეთი, რომელიც მიუღებელი არის საზოგადოებისთვის სამწუხაროდ საქართველოში ძალიან ბევრ რაღაცას ისეთ ნიუანსებს აქცევენ ყურადღებას, ხო? აქედან გამომდინარე, აი რაღაცა თითქოს თქვენ გქონდათ ისეთი მომენტი, რაც ბევრისთვის მიუღებელი შეიძლება ჩაითვალა რატომღაც და ადამიანის უბრალოდ აიძულეს, რომ ყველაფერი დაენგრია, დაესრულებინა მასზე, ესე ვთქვათ, ნეგატიური ზემოქმედება განახორციელეს, რითაც უბრალოდ ადამიანი გაურკვევლობაში აღმოჩნდა, ხო? მოდით ესე ვიკითხოთ, რატომ ჩაერივნენ, რა იყო ის, რასაც ვერ იღებდა სიტუაცია, ხო? კონკრეტულად რატომ ჩაერივნენ ესე? ხო, აქ შეიძლება ითქვას, რომ მესამე ადამიანები, რომლებიც შეიძლება ამ ადამიანს ჰქონდა, აქ პარტნიორულ ურთიერთობაში არსებობდნენ ადამიანები, რაღაც საიდუმლო ადამიანები, რომელთანაც შეიძლება ერთჯერადი ურთიერთობა ჰქონდა, შეიძლება ორჯერადი, სამჯერადიც, მაგრამ ნახეთ, აქ იყო უბრალოდ მესამე პირი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ უნდა იყოს იქ, სადაც უნდა იყოს, ხო, რაღაცა მომენტში. ცოტა ისეთი ნათქვამი აქ ხაშება მითხრათ, მაგრამ არის ხოლმე შემთხვევა, როდესაც მეუღლეებიც მიმართავენ ისეთ მდგომარეობას, როდესაც ადამიანი არ უნდათ რომ წავიდეს და სახლში დაიტოვონ, ხო? ჩემი გადასახედიდან ძალით დატოვებული ადამიანი, არ არის,
არ მიწყინოს მეუღლეებმა, არა ვარ მომხრე, როდესაც მესამე პირები არიან ოჯახში, მაგრამ ხანდახან არის ისეთი მომენტი, როდესაც უბრალოდ ამოვწყურეთ ჩვენ ერთმანეთი და ორივეს შეგვიძლია ცალ-ცალკე ვიცხოვროთ ჩვენი ბედნიერებისთვის. ხო, აუცილებელი არ არის, რომ რაღაცა ერთმანეთს შევუქმნათ ესეთი სერიოზული პრობლემები, რასაც თქვათ, ქვია ნეგატიური ზემოქმედება, ხო? ან ესეთი მომენტი. ისე რომ აქ ამ სიტუაციაში პარტნიორი შეიძლება შიგადაშიგნანობს, შიგადაშიგნანობს მაშინ, როდესაც მარტო გრძნობს თავს, მაშინ, როდესაც ღამეა, შეიძლება რაღაც მომენტებში ენერგიები იღვიძებენ, მისი ენერგიები ღამის საათებში და შესაბამისად უკვე რაღაცა ეწყება. მაგრამ მაინც იბრძვის, ნახეთ, აი ადამიანი მაინც იმდენად ისეთი ჯიუტიც შეიძლება იყოს ან რაღაცა ისეთი მებრძოლი სულის ადამიანი იყოს და ეს ადამიანი სულ რაღაცა ბრძოლაში არის იმისთვის, რომ თავის ცხოვრება დაალაგოს, ხო? რაღაცა ეს მომენტიც ნამდვილად აქვს. მაგათ ესეთი გამოვიდა ეს სიტუაცია. და მოდით ერთ კითხვას დავუსვა, უბრალოდ ეს ადამიანი თუ აღიარებს თავის ქმედებას თქვენთან მიმართებაში, ან თუ მოვა და თუ აღიარებს, მოვა შეიძლება არ მოვიდეს, მაგრამ რაღაცით მაინც თუ მიგანიშნებთ და აღიარებს ამ ყველაფერს. სამწუხაროდ არა, სამწუხაროდ არ აღიარებს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ეს ადამიანი ცოტა ესე რომ ვთქვათ ძალიან პრინციპულია, დახურა ეს თემა თითქოს, ნახეთ, შეიძლება თავის თავში არ დახურა, მაგრამ იმქედან გამომდინარე, რომ აქ რაღაც კიდევ ერთხელ ვიძახი, ოჯახური სიტუაციები, აქ ვიღაცასთან წავიდა, ან ვიღაცამ ვიღაცას სახლში დაიტოვა, ეს მომენტია და აქ ცოტა პრინციპების მომენტიც არის, აქ ოჯახის მომენტიც არის და ამ ადამიანმა ჩათვალა, რომ მოდი ჩემი ცხოვრებას გავაგრძელებ ბრძოლით, მაგრამ სხვა კუთხის ბრძოლით და დავხურავ ამ საკითხს, საერთოდ მივაძინებ, ესე რომ ვთქვათ, ხო, რაღაც ესეთი მომენტი ისახება აქ. მოკლედ, მე ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებთ კიდევ ერთხელ, წარმატებას ითხოვთ თქვენთაგანს და კარგად გაგწევთ თქვენი ენერგიები განაწილებული, თავისუფლდებით, გილოცავთ და მალე განთავისუფლებული ყავით იმ ენერგიებიდან, რომელიც უკან გხევთ. დროებით.